მოგესალმებით, მე გახლავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მაღალმთის ეკოსისტემების კვლევის პროგრამის ხელმძღვანელი. ჩვენს ინსტიტუტში სამი მუდმივ მოქმედი პროგრამა ხორციელდება და ერთ-ერთი არის სწორედ მაღალმთის ეკოსისტემების კვლევის პროგრამა. რატომ მაღალმთის მაინც და მაინც? იმიტომ რომ მთათა წარმოქმნა მიჩნეულია ბუნების ყველაზე გრანდიოზულ ექსპერიმენტად, რომელმაც მცენარეები ძალიან ვიწრო სივრცეში და ამასთან ექსტრემალურ და ძალიან მრავალფეროვან ეკოლოგიურ გარემოში მოაქცია. სწორედ ამან განაპირობა ის ძალიან დიდი მრავალფეროვნება ფუნქციური ადაპტაციებისა, ანუ გარემოსთან შეგუების სხვადასხვა სტრატეგია და გარემოსთან ადაპტაციის სხვადასხვა მექანიზმი. ძალიან ცნობილი ერთი ავსტრიელი პროფესორი არის ვალტერ ლარხერი, რომელიც ფაქტობრივად ითვლება მაღალმთის მცენარეთა ეკოლოგიის ჩამომყალიბებლად და მას ასეთი რამ აქვს ნათქვამი მაღალმთაზე, რომ მაღალმთა წარმოადგენს ბუნებრივ ეკოფიზიოლოგიურ ლაბორატორიას, რომელიც მეცნიერს აძლევს განუსაზღვრელ შესაძლებლობას ადაპტაციური სტრატეგიებისა და მექანიზმების კვლევისა. ამის გარდა და სწორედაც აი მრავალფეროვანი მაღალმთის გარემოს გამო ძალიან მრავალფეროვანია თვით მაღალმთის ფლორაც. აქ გვხვდებიან ისეთი სახეობები, რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებული თითქმის ყველა პირობებში, ყველა სიმაღლეზე, ამათ სტენოიკი სახეობები ეწოდებათ და არიან ძალიან ვიწრო კონკრეტულ ეკოლოგიურ პირობებთან შეგუებული სტენოტოპი სახეობები. უმრავლესობა მცენარეებისა, მაღალმთის მცენარეებისა ეს არის ექსტრემოფილი მცენარეები, ანუ ექსტრემალურ გარემოსთან დაკავშირებული და ექსტრემალურ გარემოში მცხოვრები სახეობები. დღეს დედამიწაზე უკვე ცნობილია ყველაზე მაღალ სიმაღლეზე მცხოვრები მცენარე, ეს არის ჰიმალაებში 6420 მეტრზე არის ნაპოვნი მისი ცალკეული ეგზემპლარები, ხოლო ოდნავ ქვევით დაახლოებით 5600 მეტრზე იქ უკვე ამ მცენარის საკმაოდ დიდი პოპულაციები არის გავრცელებული. ჩვენთან, ხო და ჩვენ სწორედ აი მაღალმთის მცენარეთა ადაპტაციურ მექანიზმებს ვიკვლევთ, მათ მრავალფეროვნებას და რამდენიმე უმთავრესი გლობალური პრობლემის ფარგლებში. ერთ-ერთი ეს არის კლიმატის ცვლილების გავლენა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედება მცენარეებზე და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და საინტერესო? იმიტომ რომ მაღალმთა მიჩნეულია კლიმატის ცვლილების ყველაზე საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვან ბიოინდიკატორად. აქ ყველაზე სწრაფად, ყველაზე რელიეფურად ჩნდება მცენარეთა ცხოველმოქმედებაში ცვლილებები და მათი ტრანსფორმაციის, ანუ მცენარეულობის ტრანსფორმაციის თავისებურებანი, როგორ იცვლება მათი განაწილება, მათი სიმდიდრე, მრავალფეროვნება სხვადასხვა სიმაღლეზე, ანუ სივრცით გრადიენტზე, სიმაღლით და სიმაღლით, ანუ ჰიფსომეტრულ და ექსპოზიციური გრადიენტების მიხედვით. სწორედ აი ამ პრობლემას ვიკვლევთ ჩვენ და საქართველოს ჩართული არის ევროკავშირის ეგიდით დაარსებული პროექტისა 2001 წლიდან. ეს გახლავთ 50 წლიანი ძალიან ხანგრძლივი პროექტი, რომელიც ყველა მაღალმთიან რეგიონში, მსოფლიოს ყველა მაღალმთიან რეგიონში და მათ შორის ცენტრალურ კავკასიონზეც მიმდინარეობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემა ეს უკვე ანთროპოგენური ხასიათის არის. ეს მაგალითად მიწათსარგებლობის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დარღვევები მცენარეულობის განაწილებაში და ამ მიმართულებითაც ჩვენ მუშაობთ ჩვენ შვეიცარიელ
კოლეგებთან ბაზელის უნივერსიტეტიდან. გისენის უნივერსიტეტთან გერმანიის გვაქვს ასევე კოოპერაცია, სადაც ჩვენი რამდენიმე დოქტორანტი და მაგისტრანტი არიან ჩართულები. მათი ნაწილი გერმანიაში სწავლობს, იქაური დოქტორანტიც გახლავთ და დაიცავს ეს დისერტაციას გერმანიაშიც და საქართველოშიც. მოკლედ ეს იყო, რაც მინდოდა მომეხსენებინა. და წიგნები ჩვენ გვაქვს ნათარგმნი რამდენიმე წიგნი, აი სწორედ ვალტერ ლარხერთან დაკავშირებული, რომელიც ქართულად არის ნათარგმნი, მცენარეთა ეკოლოგია და მეორე წიგნი ეს არის ასევე ძალიან ცნობილი ავსტრიელი ამჟამად შვეიცარიაში მოღვაწე მეცნიერის ყველაზე მაღალ რეიტინგული ერთ-ერთი მეცნიერის, ეს გახლავთ კრისტიან კიორნერი, რომელიც ჩვენთან ხშირად ჩამოდის, მისი თანამშრომლებიც, დოქტორანტებიც ერთად განხორციელებთ აქ სამუშაოს. ამ წიგნს ჰქვია ალპურ მცენარეთა ფუნქციური ეკოლოგია და ადაპტაციის სტრატეგიების შესახებ არის დაწერილი. ეს ორი წიგნი ჩვენი სტუდენტებისთვის გვაქვს ნათარგმნი და გამოცემული ილიას უნივერსიტეტის მიერ. მადლობთ ყურადღებისთვის.